ადესას ღვინის დაყენება დანაშაული არის, იმიტომ რომ ხარისხზე გვაქვს პრეტენზიაო და თან მაგ რეგიონებში შაქარს და წყალსაც გამოიყენებენ. მოდი პირველ რიგში გავმიჯნოთ. ადესას ღვინის დაყენება და შაქრის და წყლის გამოყენება ღვინოში სხვადასხვა საკითხები არის. ძალიან ბევრი ადამიანისთვის ადესა ასოცირდება ბავშვობის კბილმოგონებებთან, რომ ბაბუა უყენებდა ამ ღვინოს და ამ ღვინის დალევით რაღაცა ბავშვობაში ბრუნდება და იხალისებს ცხოვრებას. ჯერ მოვიგონეთ, რომ ჯანმრთელობისთვის არ შეიძლებაო, მაგაში გაუჩინეს დანაშაულის გზნობა, ეხა კიდე სხვა ვაზები გვაქვს და რაღა მაგას ეციო. მოდი ახლა დანაშაული რაც არის, იმაზე ვილაპარაკოთ. დანაშაული არის კახეთში 1 ჰექტარზე 25 ტონა რქაწითელი მოყავს. მერე აგმიდან რომ ღვინოს დააყენებენ და იმ ჭაჭას რო ჩამოატარებენ სამეზობლოში და 5 ჯერ რო უმატებენ შაქარს. ეს დანაშაულია, იმიტომ რომ არცემ შენ ამას პატივს რაც გაქვს და არაფრად არ აგდებ ამას. რამაც იქამდე მიგვიყვანა რომ რქაწითელს სახელი გაუფუჭდა და ყველა ზემოდან უყურებს. მაშინ როდესაც ძალიან მაგარი ჯიში არის. და თუ გვინდა რომ მეღვინეობა აღორძინდეს იმ რეგიონებში, სადაც ეს არ არის განვითარებული და სადაც ადესას აყენებენ, მოდი მაშინ ჯერ ჩვენ შევუქმნათ იმათ შესაბამისი პირობები, რომ კომერციალიზაცია შეძლოს ამისი და შემოსავალი ნახოს იმითი, რომ გადაყვება ვენახის მოლას. მერე მოვთხოვოთ, რომ ნუ დააყენებენ ადესას. გაგვიმარჯოს.